ბიჭო, აი, უცებ გამახსენდა, მეთქი დევი სად არის? მერე გავყევი და მეთქი პირველი რობოტი ვინ იყო გავიხსენე, მერე რა ასად, როდის, საიდან და მეთქი დევი, უეჭველი ეფსიკაზე იქნება თქო. კი, ეფსიკაზე იყო ამდენი ხანი. არავის არ გახსენებია საერთოდ. ხან კინაღამ შიმშილით მოკვდა, ხან კინაღამ სქვერპლად შეწირეს. მაგის დედა მოთხა. აუ მაჯიკა გააჯვირა. აი, ეგ დავიმსახურე. წადი მიდი აბა ოჯახს ჩაიხუტე, თავს გავფრთხილე. ვაჰ, ბიჭო, ვაჰ, ჩემი ვაჰ, ვაიმე, ის რა დაგვემართა ამ საათივით აწყობილ ქალაქში. რა ხდება ხალხო? 1 2 და 3 ადექით სუყველა. ღმერთო, მე შენთან ბევრი მაქვს. პრინციპში მიქარული ზუსტად ამიტომ შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ადექით დროზე, ადექით. წავედით, მიდი, რა ხდება, კიმარა? არაფერი შვილო, ისეთი არაფერზე არ ინერვიულოდ მიენდე მამაი. რა წესიერად 1 2 და 3 დედა გვაქვს მოწყნული. სიხანგე გეტირხო. 1 2 და 3 ხალხი გადაირევა მეტალურად მოემზადე რომ შეიძლება ერთმანეთის ჭამა დაიწყონ ადამიანებმა. წიგიდი განსაცდელი გველოდება ბაჭო. დედა შენის გასვლას დაველოდი არ მინდოდა გაეგო, არ მინდოდა მას ეს გაეგო, მაგრამ შენ გეუბნები. ახლა შენ გეუბნები დედის თმა იწევა ქალაქში. სიხანგე გეტირხო. დენი ხანია ვიძახი რომ ვაკურთხოთ სოფელი თქო, რომ ასეთი რაღაცები ავირიდოთ თავიდან თქო. დივიას დარბაზში მივდივართ. 1 2 და 3 დევი, სად იყავი ბიჭო დაკარგული? მიხადავები, რასად ვიყავი დაკარგული ბიჭო? ახლა რა ხდება? მიცვალებული ადგა. მართლა? ნია ვიცი, ჩემი ვარაუდი ეგა. და ეგ რატოა შენი ვარაუდი? ხო რა იყო რა ჩამაცივდი? მამა შენი დაბრუნდა? სად იყო? იყო. დევი, სად ეგდე ბიჭო? რა არის კიმარა, ეგ არის ძმაკაცობა? ნე ბიჭო, ვაპირებდი ძებნის დაწყებას თქო. შევამჩნიე რომ დაიკარგე კაცო, განა ვერ შევამჩნიე. იცი რაები გამოვიარე? რაები გამოიარე აბა? ტუალეტები არა აქვთ იქ. სად ეფსიკაზე? ხო, ეფსიკაზე. დევი, კაი რა, ეგრე გახსოვს დავლიეთ შენი ცოლის ოჯახის გასაცნობად რომ ვიყავით ახალგაზრდობაში და შენ სიდედრს ხალიჩაზე მოუპსი პირდაპირ. ახლა ეს სახლი ჩემიაო, დაგავიწყდა? რით მაწოდებ თავს, ტუალეტები არ ქონიათ თურმე ეფსიკაზე. ან რა დროს ეგ არის დაგვერცა თავზე სოფელი? თეორია და 3 ყველანი შეზრწუნებულები ვართ ვიცი, მაგრამ ჯერ ბავშვებს რომლებიც ამ ოთახში ხართ დარჩენილი გადადით გვერდით ოთახში. იქ სხვა ბავშვებიც არიან და ჩვენ კიდე აქ უფროსები ვილაპარაკებთ. ჩვენც მოусმენთ რა. შვილო ვიცი რომ დაინტერესებულები ხართ, მაგრამ გაიზრდები, შვილები გეყოლება და მიხვდები რომ მათ გონებას და მენტალობას გაფრთხილება უნდა. შენ არ იყავი წვეტი ვარო რო იძახდი და საკუთარ შვილს ფულს ახევდი? 1 2 და 3 გვერდით ოთახში ტელევიზორიცაა და შეგიძლიათ კრისტალბეთერონულ ლიგას უყურავთ. მოშორდით ახლა აქედან. ვა, კაი. ისე ბაჭო, აი, მამა ჩემი ხო ბეყია ჩვეულებრივი, მაგრამ მამა შენი იმენა დიშლაა ძმაო. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა გეთანხმები. რომელი ხარ? ბაჭო და პოლიკა ვართ. პოლიკა და ბაჭო ვართ. პირველი შენი სახელი რატო უნდა ითქვა, შეპარტახო. პაროლი? რა პაროლიე? რა ვიცი. 7 არასტორია. 8 არასტორია. დადით აქედან. მაუგლი გააღე კარები, თორემ მოვალ ხვალ სკოლაში და ყველას ვეტყვი რომ ისეთი პატარა დიშლა გაქვს. მოფსმისას საკუთარ კვერცხებზე გეწუწება. ისდეც. ვა, აქ რა ხდება? თავარ დარბაზში კამერა გვიყენია რომ დიდებს უთვალთვალოთ. ჩუ აბა, იწყებენ მოусმინოთ. 1 2 და 3 თარსულას მაცხოვრებლებო უმეტესობამ ალბათ უკვე კარგად იცით აქ რის გამოცვართ, მაგრამ ვინც არ იცის იმის საყურადღებოდ. დღეს თარსულას მაცხოვრებლების Facebook გრუპაში განსაცვიფრებელი ფოტო დაიდო. შეხედეთ ეკრანს? ნეზაიგი, ჩვენს მთავარ ქუჩაზე ვხედავთ ბრედ პიტს და ჯონი დეპს, რომელსაც ყელი აქვთ ჩაკიდებული და ერთმანეთს რაღაც რომანტიულად უყურებენ და რათან საეჭვო დაცვიათ.
გვირს. 1 2 და 3 ხო, აბა, მეც პირადად არ ვიჯერებდი აქამდე, რომ ამერიკა მამათ მავლიებეთა ასავსე, მაგრამ აგერ ვხედავთ, რომ ორი ამერიკელი ჩამოწუწულად თარსულაში თურმე და დადიან ხელი ჩაკიდებულები. და იარონ მერე, რა პრობლემაა? ხახ. წარმოსადეგო ქალბატონო მომისმინეთ ახლა მე პირადად ხო მაღაზი არანაირი პრობლემა არ მაქვს ჩვენ აქ უკვე დიდი ხალხი ვართ და ვერავინ ქართველობას ვერ წაგვარტმევს და ვერაფერი მაგრამ ჩვენ შვილებზე ვიფიქროთ აბა 1 2 და 3 მაგათი მოუმწიფებელი გონიება რომ შეხედავს ბრედ პიტი ჯონი დეპის ხელს როგორ ეთომარება მეტი კი არ უნდათ ჩაკიდებენ ხელს თვითონაც ერთმანეთს მერე და ივლიან ეგრე ჩვენ ახლავე უნდა მოვიფიქროთ რაღაცა თორე მომავალ თაობას დავკარგავთ მე როგორც მასწავლებ სწავრი იყოს. ისმენთ ბატონო არგენტინა ხვალ მთელი თარსულას ბავშვობა სკოლაში იქნება. მოქმედება ძალიან სწრაფად უნდა დავიწყოთ და მე მზად ვარ ნებისმიერი სახით თარსულას მომავალს დავეხმარო და იდეაც მაქვს. აბა? აუ ჩემი, რა დებილები არიან. დაიჯერეს ბიჭო. აუ, კამერის ელემენტი ჯდება. ფუ, გამოირთო. რა ხდება აქე? მაუგლიმ ძალიან მაგარი იდეა მოიფიქრა. ხელოვნური ინტელექტით რეალისტურ ფოტოებს ვაკეთებთ და მერე ქალაქის გრუპ ჩაჩივდებთ, რომ მშობლებზე ვიღადაოთ. რა? ეგ ბრედ პიტის ფოტო შენ გააკეთე? ხო, დავდე თუ არა ეგრევე პანიკა ატყდა. ხვალ კიდევ აპირებთ დადებას. ვა, საღოლ მაუგლი შებოროტოგენიოსო, მაგრად მოგიფიქრებია. ჩვენი მშობლები ისეთი ბრიქვები არიან, ყველაფერს დაიჯერებენ. ხო, უბრალოდ ეხავს კამერა რო გაგვეთიშა. მაინტერესებდა რაც მოიფიქრებდნენ. ნუ ხვალ გავიგებთ ალბათ, რაც მოიფიქრეს, მაგრამ არ ამგონია ეს ყველაფერი კარგად დამთავრდეს. აუ, ამან ხო სულ უნდა ჩააკუოს რა სიტუაციაში. რა იყო ბიჭო, ვიღადავებთ. კაი, ბაზარი არაა, მართლა მაგარი გადაობა იქნება. მაგრამ ფრთხილად ვიყოთ მაინც. მოგესალმებით ბავშვებო, დღეს საკმაოდ საინტერესო აქტივობები გვექნება სკოლაში. რა აქტივობები? ფილმს უნდა ვუყუროთ. აბა? ვა, მას! გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა, ანუ ღორს უნდა ვუყუროთ. პოლიკარპე, ვნახე მე ეგ ფილმი და ეგეთი შემზარავი ის არ ყოფილა ცოლმა რომ შამანთან მიღალატა. მაშინ კიდე მაქვს მეორე ვარიანტი მას. აკრიშკას რო ვუყუროთ? აკრიშკა? საბურავი? ხო რა, ანუ ფილმია მანქანის ბორბალზე რა, რომელიც ცოცხლდება და ხალხს ხოცავს. მაგარი ჩამთრევია. სად პოულობ ამ ფილმებს? წყნაური იყოს. სანამ უშუალოდ აქტივობებზე გადავალთ, მინდა გითხრათ, რომ თქვენი საკონტროლო წერის შედეგები მზადაა, აბა? ფურცლები ნიშნებით მაგიდაზე გიდებთ, გადმოატრიალეთ და გადახედეთ. ათიანი. ლიად მე 6. -2 რა დაირათ მივიღე? ყველაზე დაბალი 0 არაა? გაიოს, შენ რა მიიღე? 5. იმარა მე შენგან ვიწერდი და -2 როგორ მივიღე? გაიოზისგან რო იწერ -10 ღირსიც ხარ. აბა შენ არ მაწერინებ და. მოიცა კაცო, იქნება შეცდომაა რამე. გაიოზ, პირველ კითხვაზე რა პასუხი გაქვს, აბა? ამ პირველი კითხვა თუ პატარა ნოდარიკოს აქვს 4 თირკმელი და 3-ს შავ ბაზარზე ყიდის, რომ Fortnite-ის სკინები იყიდოს, რამდენი თირკმელი დარჩა ნოდარიკოს? მე ვუპასუხე 1 თირკმელი. შენ რა უპასუხე? მან მე არ დაგიჯერე და ვუპასუხე რომ ნოდარიკო დაიბრიდა. 1 თირკმლით ცოცხლობს კაცო ხალხი? არ ვიცოდი ეგ. კაი, მეორე კითხვა. ესე იგი, მოცემულობა. მამა შენი ყოველ საღამოს 6 კილა ლუდს სვამს და ყველას გაგინებთ. თითო ლუდი 5 ლარი ღირს და ცხოვრების 4 საათს გიწამლავს. ბავშვობის რამდენ საათს გიწამლავს მამა შენი 30 დღის განმავლობაში? მან 720 საათია სწორი. რანაირად? დღეში 6 ლუდს სვამს, თითო ლუდი 4 საათს გიწამლავს. და თვეში სულ რამდენიო? ანუ 6 ლუდი უნდა გაამრავლო 4-ზე და მერე 30-ზე. გამოდის რომ მამა შენმა ერთ თვეში ბავშვობის 720 საათი მოგისპო. ბაზარი არა. და მესამე გელას ყავს 2 მშობელი, რომლებსაც ის უყვართ. თუ მამა ზაფხულზე 3 ახალ საყვარელს იჩენს და დედა 4 ონლაინ შეყვარებულს, რომლებიც ფულს ურიცხავენ, რამდენ ისეთი მშობელი ყავს გელას, რომელსაც ბავშვი ფეხებზე არ კიდია? აქ მე უპასუხე 9. არა, რა 9 ძმა, მანდ 0-ია პასუხი. რატო ვითომ? სიყვარული არ იკრიბება, როცა მას ღალატი ყოფს ძმა. წყნაური იყოს. მოდი საქმეზე გადავიდეთ. მოკლედ, ალბათ თქვენც ნახავდით, რომ გუშინ ქალაქის Facebook ჩატში ბრედ პიტისა და ჯონი დეპის ფოტოები გავრცელდა, სადაც მათ ხელი აქვთ ჩაკიდებული და რაღაცნაირად უყურებენ ერთმანეთს. ამ ყველაფერმა შეიძლება თქვენი პატარა გონება დააბნიოს და გადაგაჯიშოთ. ამიტომ მე და თქვენმა მშობლებმა გუშინ ბევრი ვიფიქრეთ თუ როგორ მოგცეულიყავით, რომ თქვენი გონება სწორი მიმართულებით წასულიყო.
ამიტომ ახლა ჩაგირთავთ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც უკეთ გაგაგებინებს თუ ვის ჯობია ჩაკიდოთ ხელი. მოიცა როგორ ირთვება ეს? წყნაური იყოს? რას უშვება ეკაცი მაქალს? დედა! რა შვები ბაჭო, ჩემი ვაშკაცი ბიჭი. ერთი ორ და სამი როგორ ჩაიარა დღეს სკოლა? ისწავლე რამე ახალი? თუ ხდები რასაც გულისხმობ, ვიცი რომ ისწავლე. შენმა მასწავლებელმა გაჩვენათ ის დოკუმენტური ფილმი? დოკუმენტური ფილმი ქვია მაგას? შემეცნებითია რომ თქვენს გონებას სწორი მიმართულება მიეცეს. ჩემი ბავშვობა დასრულდა. ნუ დრამატულობ ერთი რა. იქით დევი მებუტება ეფსიკაზე რო ვიყავი რატო არ მიშველეთო? აქეთ კიდე შენ ზიხარეს რაღაცნაირი ჩამომპალი სახით. შენ ასაკში რომ ეგ დოკუმენტური ფილმი მქონოდა ჩემზე ბედნიერი არ იქნებოდა კაცი. ზედმეტი მოგივიდათ, მამა. იმის გამო რომ ქალაქის ჯგუფში რაღაც ფოტო დაიდო, საკუთარ შვილებს გავსი ვიდეო როგორ უნდა ჩაურთოთ. ნორმალურები ხართ? აბა რა ვიცი შვილო მე ჩაკიდეთ ხელი ერთმანეთს შენ და იმან რა ქვია იმ ბავშვს ის თავი რო გაზის ბალონს უგავს? პოლიკა. ხო, პოლიკამ ჩაკიდეთ ხელი და იარეთ ესე იყავით ბედნიერები და რა კარგია. გაიზრდები შენ და მიხვდები ყველაფერს მე რის გამო ვაკეთებ? ყველაფერს მიზეზი აქვს თავისი. თქვენი გადაჯიშება მინდა მე და რაღაც ხელჩაკიდებულ ხალხს რო უყუროთ და კაცებს რო უყუროთ ეგ მინდა? ბიჭო და სხვებს რომ თავი დაანებოთ და საკუთარ ცხოვრებას მიხედოთ არა? რა შენი საქმეა ვინ ვის ჩაკიდებს ხელს და ვინ ვისთან დაწყვება და საერთოდ რომ დაანებოთ ხვის ტრუსიკში ყურებას თავი მაგაზე არ გიფიქრიათ ხო? ქართველები ოდითგანვე ხვის ტრუსიკში ყურებით ვიყავით დაინტერესებულები და ეს არ შეიცვლება არასდროს. წავედი მე. მიბრძანდი. ისე საშინაო დავალება არ მოგცათ ბატონმა არგენტინამ ესე რომ ზიხარ უსაქმოდ? კი, მოგცა. სახში ამ დოკუმენტური ფილმის შემდეგ ნაწილს უნდა ვუყუროთ, რომელიც ამჯერად ოფისში ვითარდება. Google Drive-ის ლინკიც მოგცა. პაროლია ტრადიციული ღირებულებების 69. ვიდეო მასალას დოკუმენტიც აქვს დართული დაჟე კითხვებით. დეტალურად აღწერეთ როგორ გაუმჯობეს და დივნის ხელფასი უფროსთან გამოჩენილი თამამ ინიციატივის შემდეგ და ჩამოთვალეთ სამი გზა, რითაც ადმინისტრატორმა გუნდურ სავარჯიშოებში მტკიცე ლიდერობა გამოავლინა. მშვენიერი გადასარევი. კაი, მაშინ შვილო ჩაუჯექი მაგ ვიდეოს, აბა? ოღონდ ყურსასმინები გაიკეთე და ისე უყურე შენი ჭირიმე, თორე სხვა კაცებიც ცხოვრობთ ამ სახლში და დედა შენს ჩემი დანახვა არ უნდა იმ ახალი წლის მერე. მაუგლი. ვიცი შემდეგი ფოტო რაც უნდა იყოს. გამორბენი დარტყმა და ნულით 1. გორელთათვის ეს ისეთი ცივი შხამია შეიძლება ითქვას. მატჩის დებიუტი. 1, 2 და 3 დილა და დინამო ჩეხაობენ პირდაპირ. მევასება ესეთი თამაშები რა. ვუი კიდე რაღაცა დაიდო ეს ქალაქის გრუპ ჩატში. 1, 2 და 3 არაფერი არ მახსოვს, არაფერი არ მახსოვს. როდის ჩემი დედა რატომ მეგნერთო, რატომ მე? იმნაირი თუ ვიყავი არ უნდა გეთქვა ემაილ. იმნაირი ბებია შენია. სულ სხვა ახსნა იქნება ამ ყველაფერს. შენ როგორც მეგობარი პირიქით ვალდებული ხარ გვერდში უნდა დამიდგე ახლა. გვერდში არა წინ დაგიდგები კიდე. ტრაკამდე მარტივად რომ მიხვიდე. შენც ეკარ გინდა? სულ არ მაინტერესებს მე შენი ტრაკი. ტრაკი რომ მაინტერესებდეს სახე ტრაკს გიგავს ისედაც. აქამდე შემატყობდი რამეს. სახო პარტახო, მაგრად მოიფიქრე ფოტო რომ ნახე კიდაღამ ჩავიჯვი. თუ არა, მართლა ჩამიჯვამს ბიჭო, მართლა ჩავიჯვი. რა გიხარია შვილო, რა თაობა მოდიხარ? ჩაჯმა როგორ უნდა გაგიხარდეს? რა გინდა შენ სამაგიეროდ ის მაინც არა ვარ, რა ქვია იმას პიდა. სასტაუნია, ერთი ორი და სამი დამშვიდით ხალხო, დამშვიდით. რაღაც გაუგებრობას აქვს აქ ადგილი. დაჟე იგიც არ ვიცი, სიმონ, ძმა უნდა დაგიძახო თუ დაიკო გირჩევნია. არავისთვის არ ჩამიკიდია ხელი მე. ყველა ვნახეთ ფოტოს, სიმონ, რა არ ჩაიკიდია მაგით დამკუთხა. კაცს უერთხელ ჩავკიდე ხელი, სიმონ, ქუთაისში რო ვიყავი. გარე სოფლის ტუალეტები როა, მან ჩაგვივარდა სიმონ კაცი და იატაკი ჩაუტყდა ახლა გააკეთოს და დახშობას გადავარჩინე, ამე ვიყვანე, სიმონ. და შენ კიდე რას აკეთებ, ბაკანა?
მომისმინეთ ახლა კარგად, მე ამ სოფელში წლებია ვცხოვრობ. მთელი ქვეყანა საქართველო ისეთია, არაფერი არ იმალება და ამ ერთ ბეწოთ არსულაში ეს ამბავი დაიმალებოდა თქვენი აზრით? მე ცოლი, ჯერ კიდევ არ მელაპარაკება იმის გამო, რომ თვალზე ნომრები ამერია, მეგონა საყვარელს ურეკავდი და მეუღლისთვის დამირეკავს. არც მე მახსოვს ეს ხელი ჩაკიდება და არც ნიუტონს საერთოდ. და საერთოდაც ჩემი ცოლი დაადასტურებს, რომ გუშინდელის მერე მე სახში ვეგდე. მაშინ დედა დაიფიცია ბა? დიდას გიბუჩუა? საღოლ ბაჭო, მე ისევ სელებრიტებზე ვაპირებდი ფოტოს გაკეთებას, მაგრამ ეს უფრო გადაობაა. ბიჭო, შემდეგი ფოტოს მაგივრად ვიდეო რო დავაგენერიროთ არ გამოვა? დევი რო სტრიპტის ცეკვავდეს და ემაილი და ნიუტონი დოლარებს უტენიდნენ ტანგაში. ბაზარი არა. ბიჭო, და ისე ჭახანასა და აზე არ ვარ, იმ დოკუმენტური ფილმის ნახვის მერე აღარ გამოჩენილა ტიპი. უი, მეც ურეკავდი და არც ტელეფონს არ პასუხობს. სიჩუმე, მოკლედ რაღაც უცნაურობას რომ აქვს ადგილი ეგ ფაქტია. არც მე და არც ნიუტონს მსგავსი რაღაც არ გვიკადრია. არ ვიცი, იქნება ვირუსი ან არ ვიცი რა. ბევრი მიზეზი შეიძლება გქონდეს ამ ფოტოს, მაგრამ სანამ ამ ყველაფრის ბოლოში გავალთ და გავიგებთ თუ სად ძაღლია მარხის თავი, სად მარხია ძაღლის თავი? ხო, სად მაღლია ძაღლის თავი, ნუ მოკლედ თავის დაზღვევის მიზნით, ზუსტად ვიცი რაც უნდა ვქნათ. მოგესალმებით, მე ანტონ კუდუწელია ვარ და ახალ ამბებს გაგაცნობ. როგორც ხედავთ, მე ტრადიციულად სტუდიიდან არ გერთვებით, რაც ქალაქში ატეხილი ქაოსიდან გამომდინარეობს. გვემუქრება თუ არა, გადაჯიშება, ივლიან თუ არა ჩვენი შვილები, ხელჩაკიდებულები, ამ და სხვა თემებზე ემაილ კაკაჩია გაგვესაუბრება. ბატონო ემაილ, მოკლედ რომ მოგვიყვეთ რა სიტუაციაა ქალაქში. სულ მავიწყდება რომ ეს სოფელი აღარ ვართ. 1-2-3 რაშია საქმე ხაიცი, გაგევდა მთელი ქალაქი, ჩვენ გვეგონა მხოლოდ შვილები იყვნენ საფრთხის ქვეშ, მაგრამ მთელი ქალაქი გადაშენების პირას ყოფილვართ. სელებრიტების ფოტოს მერე ჩემი და ბატონი ნიუტონ ყველა ჭუაძის ხელჩაკიდებული ფოტოც გამოჩნდა, რაც მხოლოდ ერთ რაღაცაზე მეტყველებს ბატონო ანტონ. რაზე ბატონო ემაილ? პიდარხელები შემოგვესიან. არსებები რომლებიც გვაჯიშებენ და კაცებს ერთმანეთზე ხელს აკიდებინებენ. ანუ თქვენი და ნიუტონის ფოტო პრიდარხელების ნამოქმედარია. არ იცით თქვენი გენი რა დედაშკაფში მოწყობილი არიან? და რით აპირებთ ამ პირდარხელებთან გამკლავებას? ტესტოსტერონი უნდა აიწიოს უეჭველი, 1-2-3 წამომყევით გაჩვენოთ. ესე იგი, ჩვენ მამაკაცებმა მოვაწყოთ ტესტოსტერონის სივრცე. შემოსასვლელში გვიდევს მანქანის ზეთი და მაზუთიანი ნაწილები. შემოსვლისას ხელები ამ მაზუთით უნდა გაისვარო, როგორც კაცს შეეფერება. აქეთ გვაქვს საბურავ დაზიანებული მანქანა, სადაც კაცს შეუძლია საბურავთან ჩაიცუცქოს და პროჭისღარი გამოუჩნდეს. აქეთ გვაქვს კლავჭიდის მაგი და ეს სპორტი ტესტოსტერონს საკმაოდ მაღლა წევს. და ბოლოს რატომ ქვიათ პიდარხელებს პიდარხელები? იმიტომ რომ მათთვის ხელებია ყველაზე მთავარი. ზუსტად ხელები უნდა რომ ჩაგვაკიდებინოს ერთმანეთზე. წუთი-წუთზე დავიწყებთ ყველაზე მთავარ ღონისძიებას ამ დანადგარით. ქალაქის ყველა კაცი მოვიჭრით ხელებს. აქვე არის ყინული, სადაც ამ ხელებს შევინახავთ და პიდარხელების პანდემიის შემდეგ კვლავ მივიმაგრებთ. გადასარევიან, მოუთმენლად ველოდებით ცერემონიის დაწყებას. დარსულა შეიძლება ბევრ გასაჭირში გაეხვეს, მაგრამ კრეატივი ამ ქალაქს არასდროს აკლია. აუ ბიჭო, ვინ არიან ესენი? სასტა, ვუყურეთ ახალ ამბებს. დროზე ვუშველოთ ამათ სანამართლა ხელები დაუჭრიათ. 1-2-3 შემდეგი. მოდი დევი, მოდი აბა დავიჭრათ ხელები, დავიჭრათ. ემაილ, ერთი რაღაც მაინტერესებს. ხელს ბოლოს ვინ მოიჭრის? რავი, მე მოვიჭრი. კი, მაგრამ ყველას თუ ხელები დააჭერი, შენ ვინ გამოგჭრის? უф, მაგაზი არ მიფიქრია. ანუ ბოლო ვინც რჩება, იმას ხელებს ვერ მოვაჭრით და უეჭველი გაგევდება. მე ვიღებ ჩემ თავზე მაგ სხვერპს ძმა. თავგანწირვაზე გასული რა უნდა იყოს? შენ რატო აიღებ შენ თავზე, მე ავიღებ მაგ მსხვერპლს. ახლა იქნება თავგანწირვა მასწავლო, როგორ უნდა? სიმო, ხელი შენ ქონდა ნიუტონზე ჩაკიდებული, მე კი არა ძმა. ვიდონ შენ ეს 2 დღეა ძალიან შემაჩვია ენა და ხო არ გინდა წაგამტრიო ეკისერი. ვისეუბნები, ბიჭო. გაჩერდით, რამ გადაგრიათ? არანაირი პანდემია და პიდარხელები არ არიან ამ ქალაქში. ხელოვნური ინტელექტის ფოტოები იდებოდა ქალაქის გრუპში. რა? რაც გაიგე,
არ იყო ეგ ფოტოები ნამდვილი. არანაირი გადაჯიშება არ გემუქრებათ. სერიოზულად? ამ ხელა ხალხი ხართ. მეტი თვით შეგნება გმართებთ, ხალხო. კარგი იმას ვერ მიხვდით, რომ ხელოვნური ინტელექტი აკეთებდა ამ ფოტოებს. აი, ვერც იმას მიხვდით, რომ ბრედ პიტი და ჯონი დეპი თარსულაში არ ჩამოვიდოდნენ. იმდენს მაინც ხომ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილების დაცვა თუ გინდათ, მათთან უნდა დასხდეთ და დაელაპარაკოთ. აუხსნათ რა და როგორაა. ინტერნეტის თაობა ვართ. თქვენი აზრით ხელჩაკიდებულ კაცებზე უარეს ვერაფერს ნახავთ? ან საერთოდ არსებობს რამე, რასაც ინტერნეტში ბავშვი ვერ ნახავს? იმის მაგივრად, რომ თქვენ შვილებთან დასხდეთ და დაელაპარაკოთ. ჯერ ვითომ დოკუმენტური ფილმი ჩაგვირთეთ და მოგვისპეთ ბავშვობა, მერე ადექით და ხელების დაჭრა დაიწყეთ, ნორმალურები ხართ? მართალი ხარ შვილო, მართალი. მაგრამ რა ვქნათ, 1, 2 და 3 ჩვენს პირველად ვცხოვრობთ ამ პლანეტაზე და ჩვენს გვეშლება ხანდახან. ეს დღე ხალხო, მოდით არსულას ისტორიაში დავტოვოთ. დავარქვათ ხელჭიდი და ყოველ წელს ამ დღეს კაცები ავდგეთ და ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელები, რომ ეს გაკვეთილი რაც დღეს ჩვენმა შვილებმა ჩაგვიტარეს, არასდროს დაგვავიწყდეს. კიდარ ხელები, მართალი ყოფილა. ამა თუ ყურება, ვერ ვიტან ამ ქალაქს. გავიზრდები თუ არა აქედან გადავალ საცხოვრებლად. ჭახან, ბიჭო, სად დაიკარგე? იმ ვიდეოს მერე აღარ გვინახი ხარ. ვახ, ხელზე რა გჭირს ბიჭო? ბარო ბიჭები. რა ხდება ჭახან? ინტერნეტის სავსე ყოფილა თურმე ამ დოკუმენტური ფილმებით და ცოტა შევყევი. ახლა რომ მახსენდება ეგ ფილმები, აუჩემი, წადით თქვენ მე რაღაც საქმე მაქვს კომში. დავიწყებ დავითარცები ფიშლა ტიპები არ მევაცები ნაშებს ავყრი და მოვდებ სკოლას თელი თარცულა მაფასებს ხოდა სტერეოტიპებს რომ მივსელებე თარცულელები მასულელებენ სუთარცულები თავსგასულები შავ ჩვენზეა დათარცულები კაიგაიოს დამშვიდი დათარცულები მეგრელების ბრალია დათარცულები დათარცულები